სალმაბი ლევან, მე ვიცი, რომ შენ ხარ გამოცდილი ტრეიდერი, უკვე რამდენი ხანი ამ პროფესიით ხარ დაკავებული, ასევე გამოცდილება, როცა უკვე სხვებს ასწავლი და სხვისი წარმატება, რა თქმა უნდა, შენი წარმატება არის და შენ შეგიძლია რომ კრიტიკულად შეაფასო GIF Life-ის სასწავლო სისტემა და შენი გამოცდილება მოგვიყვე. მოდი თავიდან დავიწყოთ, რა ბექგრაუნდი გაქვს, როგორ მოხვედი იმ პროფესიამდე, რა ეხლა საქმიანობ და როგორ შეხვდი GIF Life-ს, ან GIF Life-ს როგორ იყენებს საშენოდ და ზოგადად შენი სტუდენტებისთვის, აი რომ გამოცდილება მოგვიყვე პირადი. მოგესალმები მეც პირველ რიგში თამარ, 5 წელი გამოცდილება მაქვს ტრეიდინგში. სანამ დავიწყებდი ამ სფეროს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მეც ანალოგიურად უნივერსიტეტი დავამთავრე, სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლე 5 წელი პლუს რეზიდენტურა გავიარე მე 2 წელი და ჩემი პროფესიით საბოლოოდ მომიწია რომ 300 ლარზე მემუშაო ყოველ თვე. რაც ჩემთვის იყო გამანადგურებელი. საშინელ დეპრესიაში ვიყავი, იმიტომ რომ ფინანსები არ მქონდა. ღამები არ მეძინა იმის ფიქრში, რომ რას ვაკეთებდი არასწორად. მე დავფიქრე ერთ რაღაცაზე და მივხვდი, რომ ამ ხალხს, ვინც მასე იქცევა და უნივერსიტეტში სწავლობს დიპლომით და მუშაობს შემდეგ სამსახურში, არ ყავს ძვირადღირებული მანქანა, არ აქვს ძვირადღირებული სახლი მაგალითად. და მე ეს ყველაფერი მინდოდა და ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, ვინც მითხრა ამ სფეროს შესახებ. თავიდან არასწორი შეხედულება მქონდა ამ სფეროსთან დაკავშირებით რა მაინც, იმიტომ რომ მეც ესე მეგონა რომ კაზინო იყო, ან ტოტალიზატორი იყო, ან რაღაც ესეთი რაღაცა და ბევრი ფიქრის შემდეგ გაწყვეტილება მივიღა რომ დამეწყო ეს ყველაფერი. თავიდან YouTube-ი დავიწყე, როგორც რა ვიცი, ყველა YouTube-ზე დევს ძალიან ბევრი სკამერული ინფორმაცია, ცოტა სრულ ინფორმაცია დევს. დამწყები ფიზიკურად ვერ გაფილტრავს რა არის სწორი, რა არის არასწორი, ხო ხვდები? ამიტომ საჭირო არის რომ დამწყებს თავიდანვე მისცე სწორი ცოდნა, სწორი მიმართულება მისცე. ახლა ბევრი მწერს რომ აი რა გავაკეთო დამწყები ვარ, რა გავაკეთო როგორ მოვიქცე, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები ეს რაღაცას რომ მოდი აიყვანე მენტორი. რო შეცდომაში არ შეხვიდე. იმიტომ რომ მე ეს გამოვიარე, ეს გზა გამოვიარე და YouTube-ით დავიწყე სწავლა და შედეგები არ გამოიყვან ყველაფერმა. საბოლოოდ ამერიკელი მენტორი ავიყვანე, ძალიან მაგარი ბიჭი, ვინც საფუძვლიანად მასწავლა ყველაფერი. წელიწად ნახევარი მოვუდი იმისთვის, რომ პროფიტული ტრეიდერი ყოფილიყავი მე თვითონ. ჩემი თავარი მიზანი რა არის, იცი რომ საქართველოში ის თუ ნარატივი დავამსხვრიო, რომ აი ზოგი იძახის რომ კაზინოა და ის. ხო ხვდები, ანუ რაც უფრო მეტი ტრეიდერი ყובה საქართველოს რა ჯობია. რა თქმა უნდა. უფრო კარგი არის. რამდენიმე ხანში აღმოაჩინე ესეთი პროექტი GIF-უ, დავინტერესდი, იმიტომ რომ როგორც გავიგე აქ ტრეიდინგის რაღაც პლატფორმა ქონდა და ამიტომ გავხდი ერთ GIF-ს პარტნიორი. GIF Live-ზე რო შევედი, ფოტოშოპით ძალიან გამოცდილი მენტორები ატარებენ ლაივებს და რამდენიმე ლაივს დავეწარი. სხვადასხვა შევატყე, რომ ძალიან კარგად აკეთებენ, რასაც აკეთებენ. თავით საქმე იცოდნენ. იქ მივაგენი ერთ რაღაცას, სკანერებს მივაგენი. ახლა ბევრს გონია, რომ აი სკანერები არის როგორი რაღაც აი ინდიკატორები და რაღაც მარტო, მაგრამ მარტო ეგ არ არის. იქ ძალიან ბევრ რაღაცას გიჩვენებს, ყიდვა-გაყიდვა ისე წოლას გიჩვენებს, ვოლიუმს გიჩვენებს. ეს სკანირებას ახდენს თლიანი მარკეტის. ან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რა დახმარება შეგიძლია. შენი ანალიზი გააკეთე, კი ბატონო გააკეთე. მოდი აბა ვნახოთ სკანერი რას მეტყვის. დაემთხვა ჩემი ანალიზის სკანერს, კი ბატონო, ესე იგი მაღალბათობიანი სეტაპი მაქვს და შემიძლია შევიდე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეხმარება საკუთარი ანალიზის დახვეწაშიც. შეგვიძლია ესე ვთქვათ, ხო? კი ბატონო, ესე უბრალოდ რაღაცას ვენდოთ, ეგეთი რაღაც არ არსებობს. ბრმად ვენდოთ, ხო, ანუ მარტივი ფული არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ანალიზი და პლუს სკანერის დახმარება. 2 კვირა იყო რა ჩემოვედი თავიდან. სულ თავიდან რო დავიწყე. პარტნიორობა GIF-სთან. 2 კვირაში უკვე რო გამოვიყენე სკანერი, ფანები ქონდა აღებული. $4000 pay-out-ი გავაკეთე. Wi-Fi-და ფიქსიდან. ამ სკანერის დახმარებით. უბრალოდ თან ყველაზე პარადოქსი ის იყო, რომ შევედი სატესტოდ. ამ ტესტვაში ამ სკანერებს რო ტესტავდი, ხო? აი ეს გამეკეთა უბრალოდ. ანუ არ ქონდა გადაწყვეტილი, რომ სიტყვაზე დამეხურა, მაგრამ უკვე დავხურე, მოდი რატო არა მეთქი გავაკეთე pay-outs. ხო, გარდა ამისა შეგიძლია ლაივებზე დაესწრო, სხვა გამოცდილი მენტორების ვაჭრობები თუნდაც ნახო, იქ როგორ ვაჭრობენ, რა ვაჭრობენ, თავიანთი მიდგომა აქვთ იქ კომუნიკაცია შეგიძლია შენ კონდეს გამოცდილ ტრეიდერებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სიტყვას რა მიკითხვა გაქვს, შეგიძლია დაუსვა და მოგწერო. პლუს ამას სიგნალებზე აქვს ძალიან ბევრი სული წარმოდგენა რა. ანუ მეც მასე ვარ, სული წარმოდგენა მაქვს სიგნალებზე. პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ გააჩნია სიგნალს ვინ გაძლევს, ხო? გამოცდილი ტრეიდერსგან იდება ეს სიგნალი. ეხლა მე გავტესტე კიდევაც ეგენი რა. დაჟე მე ჩემი ანალიზით შევდივარ ყველგან, აი არ არსებობს, რომ სადღაც რაღაც გამოვიყენო და მე ჩემი აზრი არ გამაჩნდეს და ჩემი ანალიზი არ გამაჩნდეს. ამიტომ დაიდება რაღაც სიგნალი. მოდი გავანალიზებ რატო გადაწყვიტეს, რომ აი სიტყვაზე შესულიყვნენ რაღაც კონკრეტულ პოზიციაში. ამ ყველაფერს ვაანალიზებ, თუ სწორი არის, რა თქმა უნდა და ემთხოვა ეს ყველაფერი,
კი ბატონო, რა იყენებ. პრობლემა არის. მჰმ. ვიყენებ კი. ჯერ რამოდენიმე სტუდენტიც მყავს მე ამ პროექტში. და ჩემი სტუდენტებიც კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ ზოგი სიგნალებით, ზოგი სკანერებით ეჭდავენ ფულს შეულებრივი და რატო არა. ანუ რაც ზოგადად ესე ვუყურებ რა ყველაფერს, რაც მარტივი არის, რატო უნდა გავირთულო საქმე, ხო? ეხლა ადვილი ფული არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიდგომა, რაც უფრო ადვილი გვექნება, ხო? რაც უფრო რთულად შევხედა, უფრო რთულად ვისწავლი, რთულად გავხსნი ტრეიდს, მაგრამ რაც უფრო ადვილი მიდგომა გვექნება, უფრო ადვილად შევა პოზიციაში და ადვილად შევხედავ მარკეტს. ყველა მიდგომას პატივცე, მაგრამ მე მირჩევნია სიმარტივე. მარტივი ფული, იმას არ ვამბობ, მარტივი ფული არსებობს და რაღაც არა. და მარტივია ტრეიდინგი, მაგას არ ვიძახი. როგორც ხედავ შენი გამოსებიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე ვისგან იღებ ინფორმაციას, ვისგან სწავლობ, ხო? რამდენად სანდოა, რამდენად გამოცდილია ბაზარზე და რამდენად გამჭვირვალეა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა.